რა დაემართა Brawl Stars? გულისხმობ, უკეთესად მიდიოდა ის, ვიდრე ოდესმე. ყოველი განახლება წინა განახლებაზე დიდი და უკეთესია, მაგრამ რაღაც უბრალოდ სხვაგვარად მეჩვენება და არ ვიცი რა. მოდით დავიწყოთ თავიდან 2018 წლიდან, როცა გლობალური გაშვებისას დავიწყე თამაში. ყველაფერი მარტივი იყო, მე საშუალო სკოლაში ვსწავლობდა Brawl Stars-ში მხოლოდ 25 ბრაულერი იყო. მერე კი გამოვიდა ლეონი, ის საოცრად ძლიერი და სახალისო იყო, თამაში ბევრი რამ ჰქონდა სამომავლოდ. Brawl Stars ჰქონდა გარკვეული სახე. იმ დროს რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უკარო ვიხედები ისეთი უცნაური იყო, მას დამწვარტოს დავარქვემდი, მაგრამ არ ვიცი რატომ. მხოლოდ 5 თამაშის რეჟიმი იყო: Brawl Ball, Showdown, Heist, Game Grab და Bounty. თქვენც იცით, მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟი იყო 3 და მთლიანობაში ეს იყო აბსოლუტური აფეთქება. მახსოვს, ჩემს მამიდაშვილთან და ძმასთან ერთად სკოლის შემდეგ როგორ ვერთობოდი და ველოდებოდი შემდეგ Brawl Talks. მალევე თამაშმა მიიღო უამრავი წარმოუდგენელი ფუნქცია. Brawl Ball პირდაპირ კაში გაცოცხლებდა და აღარ იყო საჭირო შემოვლა, როგორც ადრე. დაემატა ბიბი და კიდევ ბევრი სხვა ბრაულერი. მეორე სტარ პაუერმა თამაშს მთლიანი სახე შეუცვალა. დაემატა ახალი რანკებიც, რომ შენი პროგრესი ყველას ენახა. ეს წელი 2019 ძალიან წარმატებული იყო და აჩვენა ყველას, რა შორს შეიძლებოდა წასულიყო ეს თამაში. შემდეგ 2020 წელი მოვიდა. თამაში ყვაოდა, სანამ პანდემია არ დაიწყო. ვირუსის გარდა ყველაფერი თითქოს ჩვენივრად მიდიოდა. სწავლა ონლაინ გახდა, მთელ მსოფლიოში ყველას ეზარებოდა სწავლა, ასე რომ მობილური თამაშების პოპულარიზაციაც გაიზარდა. Supercell-მა რა თქმა უნდა ეს შანსი გამოიყენა და ეს წელი 2019-ზე უკეთესი აღმოჩნდა. დაემატა 11 ახალი ბრაულერი, რაც ზემდე ყველაზე მეტია ეს წელში. ასევე ყველა ბრაულერს დაემატა გაჯეტები, რამაც თამაში ძირეულად შეცვალა. ასევე დავიწყეთ Brawl Pass-ის სარგებლობა, რაც თამაშის მთავარი ელემენტი გახდა. ახალი რეირითები, სეზონური ბრაულერები და ფულის დახარჯვის 1000 გზა გაჩნდა. დაემატა Mapmaker-ი, რომელიც ძალიან გასართობი იყო და Super City Rampage-ი, რომელიც შეგვიძლიათ უბრალოდ დავაიგნოროთ. განახლებაზე მიდიოდა და ყველაზე ეპიკური სეზონი იყო Summer of Monsters. მერე გამოქვეყნა Brawl Talk-ი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ის უცნაური გახდა და მე მთლიანად ამაში ვიყავი. წელი დასრულდა ძალიან მაგარი ბრაულერით, Byron-ით. ერთ-ერთი ყველაზე არაბალანსირებული ბრაულერი. ხალხს თავიდან არ მოეწონა, მაგრამ მერე გაიაზრეს, რამდენად ძლიერი იყო და შემდეგ გამოჩნდა ყველაზე დამანადგურებელი ედგარ აპოკალიფსი. ყველაფერს დაატყდა თავი. Game mode-ები გადაიჭედა. მოდი ამაზე ბევრი საუბარი აქვს. 2021-ში მივიღეთ კარგი ბრაულერები. რავსი, ბელი, ბაზი და რაც თავარია Power League-ამ ჩაანაცვლა Power Play. ამ დროიდან ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა. ახალი ბრაულერები ყოველ სეზონზე, რამდენიმე ახალი რეჟიმი და საერთო ჯამში ყველაფერი კარგ მდგომარეობაში იყო. შემოდგომაზე კლუბების მაქსიმალური ზომა 100-დან 30-მდე შემცირდა. კლუბ ლიგისთვის, რაც საუკეთესო კონკრეტული რეჟიმი იყო. ამ განახლებაში დაემატა გეარებიც, მაშინ კი ძალიან ცუდები იყვნენ ის. ძვირიც იყო და თითქმის უსარგებლო იყო თამაშეებისთვის. გარდა გეარების წელი მშვენივრად დასრულდა, მხოლოდ რამდენიმე არაბალანსირებული ბრაულერი და ახალი გაუტეხელი კედლები. 2022 წელი დაიწყო კარგად. Super City Rampage წაიშალა საბოლოოდ. ახალი ბრაულერები ჩნდებოდნენ, გეარები საბოლოოდ გადაკეთდა ისე, როგორც დღეს არის და მივიღეთ საუკეთესო კომპენსაციაც. წლის ბოლოს მოხდა ყველაზე დიდი ცვლილება, ბოქსების წაშლა. შეიძლება ზოგი არც კი იცნობდეთ, ეს იყო გაჩას სისტემის ტიპის მექანიკა და წაშლა საერთოდ ჯამში კარგი იყო, მაგრამ ცოტა სევდიანი ჩვენთვის. მათ ნაცვლად მივიღეთ ახალი პროგრესის სისტემა, ახალი ვალუტები, ნაკლები ოქრო. ზოგადად სულ სხვანაირად გახდა განვითარება Brawl Stars-ისას. მე მაგალითად ბოქსები მირჩევნოდა, მაგრამ Brawl Stars სისტემაც კარგად შეიცვალა. 2023 წელი დაიწყო დიდი ცვლილებებით. მასტერი დაემატა, რაც ოქროს ნაკლებობის პრობლემა ოდნავ შეამსუბუქა და ასევე ბევრი კოსტუმიზაცია პროფილებისთვის. აქ ვართ. 7 წლის შემდეგ Brawl Stars-ი მაინც კარგად მიდის და ალბათ მომავალში დიდხანს იარსებებს. იქ იყო ცუდი რამეები, მაგრამ თამაში მუდმივად იზრდება. ახალი მოთამაშეები შემოდიან ყოველ განახლებაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება Clash Royale-ის მდგომარეობაში ჩავარდეს, როცა იმდენი პერსონაჟია, რომ ბალანსი შეუძლებელი ხდება და ახალი იდეები აღარ დარჩება. მაგრამ მე ვენდობი Brawl Stars-ის გუნდს, რომ ისინი გამოასწორებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ეს მაინც არ პასუხობს თავარ კითხვას, რატომ არის უცნაური გრძნობა? პასუხი არ არსებობს. უბრალოდ შენი პერსპექტივა იცვლება წლების განმავლობაში. ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. თუ მოგეწონა, უნდა დაალაიქო, უნდა გამოიწერო და უნდა გააქტიუროს ლაიქი, რათა არ გამოტოვო გათამაშები და ესეთი მაგარი ვიდეოები. ეხლა კი ნახვამდის, მადლობა რომ მიყურეთ.